გამარჯობა. ჩვენ კინო სტუდიიდან ვართ. კარგი ბიჭი. რა ქვია ბიჭი? ნიკა. აბა მიდი გადაიხე. აბა შემოხედე. ახლა კიდე. რამდენი წელი არის ნიკა? ვის? ამას მე მგონი გადაიხე. აბა კიდე. დედას გავს ალბათ. დიახ, დედას. კინოში გადაგიღოთ. დიახ. იცით, ინდიელებზე ვიღებთ ფილმს. თუ გამგადგებათ? მე მგონი წინააღმდეგი არ იქნებით. არა, რატო? აბა, ძალიან კარგი. აბა შემოხედე ბიჭი. აი აქ. კარგია. ხო, მართლა. კინოსტუდიიდან დარეკეს. რა თქვის? რაო და არაო. ძალიან შავიაო. არიცი მაგათი ამბავი. როგორ თუ შავიაო? იპოვიან ვინმე ქერას და შეღებავენ მერე. შავად. ანდა კიდე სხვა ფრად, რა ვიცი. კი, მაგრამ თვალებსაც უზამე. თვალებს? არიცი ინდიელებს ბავშვობაში თურმე ლურჯი თვალები აქვთ. კი? ესე იგი, როიდება უშავდებათ? მე მაგალითად ძალიან შავი თვალები მქონდა მაყვალებით ბავშვობაში. აი ასეთი, აი. მოიცადე. ნუ შემიშლე ხელზე. შენ მაგის მეტი არაფერი გაინტერესებს. და საერთოდ აღარ გიყვარვარ. როგორ არ მიყვარვა? ძალიან შავიაო?
რა იყო? არაფერი. არაფერი. რატომ მიყურებას? როგორ გიყურებ? რაღაცნაირად, უცნაურად. მომკლა რა ამაცი ვარმა, მოდი ვიყიდოთ ახალი. იცი ახლა რა კარგები იყიდება ფინურები. აი ამ სიმაღლეა. კაცი ედება შიგ. კაცი. აი ესე რომ დააყენო. იცი რა კარგია. სულ ყველაფერს შეყდი. ეთერშია პროგრამა „დელიკაუაზე“. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლია ყოველ არასდროს 7 საათსა და 30 minutით. განაგდოთ პროგრამას. წავედი. ჩქარა. ხელია და რა ვქნა? ცხვირს ახოცი. დროზე დაგაგვიანდა. დროზე მოხდა? მოვა. მერაბჯან გამარჯობა გენაცვალე მერაბჯან როგორ ხარ მოდი გენაცვალე სამსახურში არ დაგაგვიადე ხაზეკა სახშია სახშია კარგია მოდი გამიხარე ნული შევაგრო ბორჯომი მოვიდა მეზობლებო კარგი ბორჯომი ტაქსი უკაცრავთ საბუთალო ვაკით წავიდეთ ადამიანის ფერი არ გადევს. გაზი. რა გაზი? გონი ანთებული დამჭა. როდის იყო შენ გასამთებდი? ხლა ვანთე. მე გამოვთავდი. აბაზანაში?
რას ეძებ? ხვირსახოცი. დილას ხომ მოგეცი? რა, შეიძლება კაც ორი ხვირსახოცი გქონდეს? სამი შეიძლება, 4-იც. რადგანაც ყველაფერი რიგზეა. წავედი ახლა. ისი ულაშია ეს? ეხლა დაიწყება დაუსრულებელი. ეჭვიანობა, საყვედურები. ისი ულაშია ეს? ეს გიში გადარეული. მერა ბორჯომი გინდა? ეს იდიოტი მასხარადაც მიგდებს. მე მეუბნებით რამეს? რა თქვით? მე რა ვთქვი? მე მგონი თქვენ თქვით. გამარჯობა მერა. გამარჯობათ. გაიცანი, ეს ჩვენი ახალი ლაბორანტია. ანზორ დეისაძე. ეს ის ხმაწვილია ამასთანაც რომ გელაბარაკე. ნიჭიერი ბიჭია. ხუთებზე დაამთავრა უნივერსიტეტი. გული შემიწუხა პირდაპირ, ისე უნდა იმუშაოს შენს ლაბორატორიაში. სხვათა შორის თითქმის ყველა შენს ექსპერიმენტს იცნობს. ნახე, ერთი გაესაუბრე. თქვი რამე შეგაც, ამოიღე ხმა? იცით თქვენ ხმაწვილო რომ ჩვენი ლაბორატორიიდან გარბის ხალხი. დაჯეგი. სხვაგან იწერება შრომები, დისერტაციები, ერთ სიტყვით კეთდება კარიერა. ჩვენ კი ისეთ ჩიხში ვართ მომწყდეული რომ სულ მალე დასწრებით აქაურობას. მე კი სადმე ბნელ კუთხეში ჩამისაფრთებით აგურით ხელში. კი, მაგრამ თუ მივაგენით, რას? მინდი გითხავდათ ორგანულ ქიმიას? ვასოჩხაიძე. ვასოჩხაიძე. თუ გიყოთ დამადებული, ამრავლებს თავის დაირებს. მე კაი ფეხი მაქვს. უკაცრავად მაპატიეთ, ეხლა ვერ მოვალ. გამარჯობათ. გამარჯობა ნიკო. წადი იქ ჩამოჯექი, მე და მამა სალაპარაკო გვაქვს. სამწუხაროდ კარგს ვერაფერს გეტყვით. იცით, კომისიამ დაიწუნა. მოდით, წადეთ, ფეხბურთის სექციაში მიიყვანეთ. არაო ნიკუშა. ვიანია. გამარჯობა. როგორ ახართ? სადა ხარ დაკარგული? მუშაობ. მუშაობ. მერაბ გივი მოვიდა. მოვდივარ. სულ მუშაობ, სულ ძიებაში ხართ. ვერაფერს კი ვერ მოულობთ. რა უყოთ? ასეთია ჩვენი ხელობა. როგორ თქვა პიკასო? მე არ ვეძებ, მე პოუ. ეგ მართალია. თქვენ კიდე სულ ეძებთ. პრივეტ. ლია, სად არის ჩემი ცალართხელი? აბაზანაში. ლია, შენ რა გინდა რომ ჩვენ ვიპოვოთ ყოველგვარი ძიების განეშე? მე ყველაფერზე თანახმავარ. გაგვიანდი. ვა, გამარჯობა ნიკუშა. როგორ ახარ შვილო? კარგ. დედა რამხელა გაზდილა? ვერც კი ვიცნობდი ქუჩაში რომ ენახა. რა სიცნობდი წელიწადში ერთხელ ნახულო. რა ასიდა? აბა ჩვენ წავედით.
რა მომიყვანა ბიჭო ასე დილა ადრიანად რა? ხაშია? რა ვიცი, დილით ადრე მოდიოდა. ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინოთ. პეცდებით. ბედნიერი კაცი ხარ მენოთ. გადასარევისო შვილი დღავს. ხო, ამაში გამიმართლა. რა იყო რომ დამებარე? საიდუმლო მაქვს რაღაც შენთან. მაქვს ერთი საიდუმლო. მითხარებე. ერთი ვარციხე მაქვს მაცივარში. გადასარევია. ერა. შენ ხომ იცი, ჩემი სისუსტე. როგორ მიყვარს ბავშვები? არა, ჩემი ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვისი ბავშვებიც რომ მიყვარს. აი მითხარე ვაჟკაცურად. შენ არ გიყვარს სხვისი ბავშვები? რა გინდა ამით? მინდა დავლიო ბავშვების ადგილზე, ჩვენიც და სხვისიც. აი მაგალითად. შენები იყო სხვისია. ჩემთვის. მაგრამ ის ძალიან მიყვარს. ასევე შენთვის ხო სხვისია? შენ ხო ძალიან გიყვარს? ჩემი გოგონა. ხო გიყვარს? ეგ არის და ეგ არა. ვა, გონიც იმას იწყებს. პირდაპირ მითხარი. რა გაქვს გულში? გულში მაქვს სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. ერთი გენაცვალე კაკაბს გავდი მოცხრიალე ბატონო. უღონ ჩვენ შორის დარჩეს. დარჩეს. მე ხო ქერა ვარ. ქერა ხარ? ჩემი ცოლიც ხო ქერა. ქერა. ოთ ვაჟკაცურად მითხარი. კი ბატონო. ჩემი ბიჭი რატომაა შავი? მოიცა. შენ ქერა ხარ? ხო. შენი ცოლი? ისიც. კეთილი. ბიჭი? ბიჭი შავია. შავია ხო? ხო. მე რა გინდა? როგორ თუ რა მინდა? რატომაა შავი? ამას შენ მე მეკითხები? ერა, ბერგისანი. მე ვარ მერაბ ცინცაძე. ჩემი მეუღლე და თქვენ ერთად იწეკით სამშობიარო სახლში. სამშობიარო სახლში? დიახ. მერაბ ცინცაძე? უიმე! გისანი. შენ რა ხარ? გუშიდან ბაჟარაში რომ ძრებოდი. შენ მოკრდი შენა. შუდჯერ ვიმშობიარე ეგეთი რამე ჩემ სიცოცხლეში არ ვინახავს. გაკრიშიდა. მე მილიციაში ზაგიღეს მახსოვს. მილიციაში? მილიციაში ხო. ხო. სემეს. არა, როგორ გეკადრება? ცემით არ უცემია. ხო, კიდევ კარგი არაცემეს. რაშია საქმე? თქვენი ბავშვების გადაღება გვინდა. ჩემი ბავშვები? ინდიელებზე ვიღებთ. ინდიელებზე ჩემი ბავშვები? მაისა. სოსხი დამიჯირე გენაცვალე, ეხლავე მოიტანე, მაისა. ვარევრო. Sariel, Erekle, Marine, ვარე, მოდით შილო, მოდით. კინოში უნდა გადაიღოს ზია, მოდით. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობათ. მე ვარ კინორეჟისორი. ჩაპლინი? არა. ჩაპლინი არა. ვერ მოგატყუთ. ჩაპლინი ნამდვილად არა. ამბიჩმას რა ქვია? ვახო. ქერა? ხო, ქერა. ცისფერთვალება? შენ რა შავი ხარ? რა ქნა? მე შავი ვარ. შენ კვარცხო შავი? ხო, ძალიან შავია. მე საიდან არის ქერა?
ცისფერთვალი. ვა, სუღელა შავია და რა ერთი ცისფერთალება იყოს რა არ შეიძლება? შეიძლება. ვაიმე, შენი გული ცუდად არის? ვაიმე, ბავშვებო, გადით. ჰაერი, ბავშვებო, ჰაერი. ვაიმე, წადით წყალი მაიდანეთ, კაცი ცუდად არის. ჰარე ოვიბინე. დაჯექი გენაცვალე, დაჯექი. ვაი. დაჯექი. ეხლა როგორ არის? ვაიმე. სუღელას ეგეთი გაფრჩებული ნერვები აქვს კინოში. ხანდახან ისეთ გიქვი ცოცხალი როგორ ახლა. მერე აიღე დაანებე თავი მაგ სამუშაოს. აჰა, გენაცვალე წყალი დალიე. ვაიმე, ახალგაზრდა კაცი სოდო არ არის. აიღე სოცხი. ქუშა დახედე, დილის 7 საათზე ისეთი სუფთა ჰაერი არის. ვაიმე, საწყალი კაცი. ახლა გვიანაა ჩემთვის პროფესიის შეცვლა. ვაი. მერა აქ რა გინდა სამსახურში რატომ არ ახარ? შენ საით? მე სკოლაში მივდივარ. შავა, გაიცანით ეს ჩემი ქმარია. ეს ჩვენი ფიზკულტურის ახალი მასწავლებელი. შავა, ბევრი რამ სმენია თქვენზე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე რა. ნიკა სად არის? სახლშია, მეცადინე აქვს. თუ შეიძლება ჩემწოს დაველაპარაკები. რა საპირველია? მადლობ. უკაცრავად. რა იყო მერაბ, რა დაგემართა? რა მოხდა? ოდიშს მოვითხოვ. ლია, მეორე გაკვეთილის შემდეგ თავისუფალი ვიქნები და მაშინ წავიმუშაოთ. კარგი. ახლა კი დაგტოვებთ. ხელს არ შეგიშლით. ნახვამდის. ხო, წავიმუშაოთო. რა უნდა წავიმუშაოთ? რა უნდა წავიმუშაოთ? სამბოს ხომ აღსწავლის? არა, სამბოს კი არ მასწავლის. გაკვეთილების გრაფიკი გვაქვს დასაზუსტებელი და იმას თუ გულისხმობდა ალბათ. გასაგებია. წავედი. გერგინათ რამე. აგიჟდი? წინ უყურე რა კაცო რა ვარდი გადიხარ შეკაიკაცე. არა კანი რა კაცო. მე ახლა მოვიქრა. გადავღე. მომეთ ხოწობა. გადავღე. საინტერესოა, როდენდა გაგრძელდება თერაპცინცადის გაუთავებელი ექსპერიმენტები. რატომ ვატყუებთ სხვებს და ვიტყუებთ თავს? დროა დაისვა საკითხი ლაბორატორიის დახურვის შესახებ. და ჩვენს ამოისუნთქავთ. თქვენ ნამდვილად ამოისუნთქავთ. კარგი, რა მოგივიდა? ამხანაგებო. ხედავთ მერაბცინცადის ინსტიტუტში მოღვაწეობის შედეგს. სიტყვას ვერ იტყვი რომ მე მოვჭი. ასეთ ატმოსფეროში მე მიჭირს. ძალიან მიჭირს. თუ გიჭირს შეეშვა შეკაც. დიახ, მე ვეღარაფერს დავუმატებ. ძალიან კარგი. მე დავუმატებ. ცინცაძის ლაბორატორიას შევეშვათ. მე მინდა ერთ წუთს მოგაგონოთ ერთი უცნაური კაცი, რომელიც ცხოვრობდა 100 წლის წინათ და ერქვა სახელად მიშელ ლანსერე. და მთელი თავისი ცხოვრება მოამდომა ბაკარტეს ვაქცინის ანტისხეულების გამრავლებას. დიახ, გვაცადეთ ბატონო. თანამედროვენი მას თვლიდნენ შეშლილად. საფრანგეთის აკადემია მისი გვარი ამოშალა თავისი წევრების სიიდან. ის მოკვდა სიღარიბეში, ყველასაგან დავიწყებული და მიტოვებული. ხოლო მისი გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, რამდენი პატივცემულო? 1 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან უეცრად სოფლიო შეძრა უდიდესმა აღმოჩენამ. ეს გააკეთა ლუი პასტერმა. თქვენ თვითონ რა, სად პასტერი და ლანსერე და სად ჩვენი პატივცემული მერაბი.
აი ბატონო, მერაბ ციცაძის ნახები ლაბორატორია. დატკბით. არა, თანგის ბიძზე მოპედექი რა. ვიცი, მაგრამ მაინც მოყევი კიდე. ერთხელ კახელმა ზანგის პატარა ბიჭი იშვილა. მერე? ფიდო მუთხრა, რა გინდა ეგ შავი ბიჭი ისედაც 6 შვილი ყავს. რასავ კაცო. გაიზდება და ბალღებს ინგლისურს ასწავლებს. არა. სიბნელეში შეახვედრეს ერთმანეთს. ქალმა არ იცოდა რომ ის მისი ქმარი იყო და ქმარმა არ იცოდა რომ საკუთარ ცოლთან ჰქონდა საქმე. ისეთი ორივე ტიტლიკანები. ეკამერაში ისვამდა იმიტომ რომ ქალემას უარს ეუბნებოდა. ქალემას უარს ეუბნებოდა იმიტომ რომ ისვამდა. ვინ ის? მე ძალიან კარგად იცით ვინც. შარზე ხართ, მოდით სამართლიანად მოვიქცეთ. ის დარჩეს იმას ვინც უფრო ძლიერია. ასეთია ბუნების კანონი. ვინის ვიზედაცაა ლაპარაკი. შეიძლება ეს ამბავი სხვანაირად განაწყდეს. ტყეში ხო არა ვარ? ტყეში რა თქმა უნდა არა ვარ ტყეში. ვინც უფრო ძლიერია. მარტო ქალი კი არა. ყველაფერი იმისია, ვინც უფრო ძლიერია. ეგრეა. მაბადეთ რა, თქვენთვის ლაპარაკობდით და მე ჩაგერიეთ. მერაბ, მილიციდან დარეკეს ნიკას რაღაც დაუშავები. რა? ნიკას? ეს გამაკდა. როგორ არის საქმე? ცუდად. რატომ? ვაგებდა იმიტომ. ქალბატონო, მე მამა ვარ ბავშვის. მობრძანდით. ისე კარგს ვერაფერს გეტყვით თქვენს ნიკაზე. ძალიან ცუდად მოიქცა. ქუჩაში გამოკრული სტენდები რომაა ხომ იცით? ვინ გვარცხენს? ლოთები, ხულიგნები, 1000 უბედურება რომაა. აი იმისი შუშა ჩაგვიმტვრია. და მე იცით სად? პირდაპირ მილიციის წინ. სკოლაში დავრეკე, ნიკუშე გადიგარეთ. მასწავლებელმა კარგად დამიხასიათა. თანაც ჭადრაკში პირდაპირ პეტროსიანია. რა მანდა მაინც პეტროსიანი? შავი რო ამიტომ. როგორ? თბილისში პეტროსიანზე უკეთესი მოჭადრაკე დაბადებულა? ეგეც მართალი. ალბათ დედას გავს, არა? დედას, დიახ, დედას.
კაი კამპანიაა, მე და ჩემო ღმერთ. წადი სახში. ფაკულტილებს მიხედე. შეხედე მერაბი. მერაბ. ჰია ნინო. დასაკვირველი ვეღარავის ამჩნევს. როგორ ახარ? დაიშვი მიწაზე ბიჭო, მოგვა რამდენი ფიქრები. რა მიშავს? სად დაიკარგე? გავიგე გათხოვდი არა? როდინდელ ამბავს ამბობ ბიჭო, მალე ბებია მართლა? მართლა. რა შვები, სად დაიკარგე? რამ გამოგაშტერა ბიჭო? მერაბ. მერაბ. გაფრინდა წაში. გაფრინდა. დაგველაპარაკე ბიჭო, სახინდი ხარ. მერაბ. მერაბ. მოვა. ვაიმე. გამოვიდა. სათხარ დამხანაკო ამდე ხანს. 10 საათი და 15 წუთი გელოდებით. რაც გაფცეთ? მე მელოდებით. საარტილერიო სასწავლებიდან არ ხართ? არა ბატონო. და ის კაცი სად არის? ვინ კაცი? ჩემთან ომნამოსულიყო. არ ვიცი ბატონო. აი ამაშია საქმე. მე არა ვარ ის კაცი. არასოდეს არაფერი არ იცით, ამაშია საქმე. აქ ხომ არ შემოსულან? ვიმბრძანდებით. შემეშალა. რა შეგეშალა? სხვაგან მოხვდი. სხვაგან მოხვდით, ხო? მოითმინეთ? დუდანა. დუდანა. მოვდივარ. მოდი აქ. ხო, ისეთი სერვისი ჩამოუტანია, ესეთი პაპი სერვიზები და გაგიჟება შეიძლება. რა იყო? ვინ არის ეს კაცი? კაცრავად პირველად მოხვდი თქვენთან. პირველად მოხდათ. შენ ხედავ, ხო? პირველად მითხარი ვინ არის ეს კაცი დუდანა? გემუდარებით აუხსენით რომ პირველად დუდანა არ გადამბია. არა, შენ არ გეუბნები მე და მიბრძანდით აქედან. მიბრძანდით აქედან. სიტყვის ხალხი ხელი დამიშვა. რატომ აღწერა პირველად ხედავ რატომ აღწერა? დუდანა ხელი დამიშვა. უკაცრავად. ისე. მობდან? არა, ვერ გამიგეთ. აქ არის აქ.
გამოგივიდა ადამიანო. დამაძინე რა. მერაბჯან თუ შენია წაიყვანე. ვინ წაიყვანო? შეშლიათ. ვინ შეშლიათ? იქ შეშლიათ ბიჭები. რა ხდება? რა ხდება, არაფერი ხდება. ხაზე კაჯა გენაცვალე. მერაბჯან კაცო, განათლებული ლაბორატორია კაცი ხარ, როგორ ვერ გაიგე? ჩემი შენია, შენი ჩემია. ამის თავი ნახე, მე თქვენი თავი ნახე. ჩემი შავი ბიჭი მომედი, თქვენი რიჟა ბიჭი წაიყვანეთ, მე წავედი. მერაბ რა ხდება გამაგებინე? სად უნდა წაიყვანოთ ბავშვი? არაფერი არ თავის სახლში გედეთ? თავის სახლშია ბავშვი. მე შეყირებ გენეთვალე. მაგის თავის სახლი მეიდან შეხაზე კაჯან. შვილობა ხო არ დაგვივიწყო, ბრატელი წადი როგორც საკუთარი შვილი ეგრე გდიდი. საწყალ ჩემწულ ნაზოს რამდენი კოთი მოხვედრია შენი ნიშა თავის გულისთვის. მოდი ჩემთან, მოდი არწენასთან, მოდი. ახლავე წადით აქედან. მოდი გენეთვალე, მოდი მამა. არ მადლე? მომეცი ჩქარა ჩემი შავი ბიჭი. მომეცი ჩემი შავი ბიჭი. ვაი. გული ვაი. ძღალი. მერაბ გამაგებინე რა ხდება ბოლოს და ბოლოს. არ ვიცი, ვერაფერი გავიგე. ვაი, გული. ძღალი. ვაი მე მამა გენაცვალოს. კოპიონაზოა, მოდი გენაცვალე. მოდი ჩემუშაბო თარაქანა, მოდი. მე შენ გაჩვენებ წეირს, ეხლა წადი აქედან. აბა გაუსი ბავშველი. ვა, სადმე წავიდე, მომენტი ჩემი შავი ბიჭი წავიდე. შენ ეს ნაგლები ხარ გონია ინგლისურზე დადის. აბა რა, მომენტი ჩემი შავი ბიჭი წავიდე. რა რა ხარ რა საწყო. გადი ეხლა არაფერია. ჩემი ვაღოს გაშვიგი მომენტი. დაიჭი გაშვიგი და არა, წინი ინგლისური გალიგა. აი, ჩემი ნაზო მოვიდეს, ნახე ჩემი შავი ბიჭი როგორ ასავიღა. აი, ჩემი ნაზო მოვიდეს, ნახე. მოგრან წინი. ლია. სად არის ბავშვი? სად იქნება ძინავს? მერა, არ გესმი? ჩამოიღო ვიღაცამ კარი. მივდი ვარ. ახლავე. ბატონები გაკეთდა, ქვეყანა, ძინავს კიდე კაცო. ლია, მამა ჩამოვიდა, ლია. 1 საათია ვრეგა. დავახარ, რა შევი? მამა, როგორ ახარ მამა? როგორ ახარ შენ? რა ვიცი აბა. შეგერაცვალოს პუშკინია ბაბუა. ფერლექსეს, არტე. დეპეშა მაინც გამოგეგზავნა და აქ ხდებოდით რაღაცნაირად. რა იცი? აი, იმიტომ არ გამოვაგზავნე, რომ დავხვდებოდით. აბა, დათვიდა, მე დახვდეთ. ბაბუ, დღეს იტალიელებს ხდებით, ხომ იცი შენ? ვიცი, საყვარელო, მეაქანა ლაგეძის წყლის დასალევად კი არ ჩამოვედი. შეხედე, ბაბუ? შეხედე ამ ბილეთებს იტალიანო. ხო და დღეს მეც დამიყვანს ფეხბურთზე. დიდი სიამოვნებით. ძალიან მაინტერესებს იტალიელები. იტალიელები გაინტერესებს და არა ფეხბურთი. იტალიელები რა თქმა უნდა, აბა ფეხბურთი რაში მაინტერესებს? აი ასია ბატონო ნიკოლოს. ერთი რამე ამიხსენ თუ შეიძლება. ასეთი უტკვესი კაცი. როგორ მიგატოვათ ცოლმა?
ბიჭო, შენ რამდენი ხნის ამბებს იგონებ? მაგი რაღაც მებახსოვს და რაღაც იმას ალბათ. აი, საკუთარ დღესაც კი ვერ გადამიტანია ეს. მაგამ ბა, შენ ვინ გეკითხება ნეტავია? ის სიტყვები არ ყოფნის. როგორ თუ ვინ მეკითხება? არ ყოფნის და გაჩერდი. აი, საკუთარ საკში სიტყვასაც არ გატკბევიებენ. იცით? აი, აგვისტოში დაბადებულები ლომები არიან, გოროსკოპის მიხედვით. მე ლომი ვარ. რასა, კაცო? ლომები კი განსაკუთრებით ვერ იტანენ ღალატს. და ასე, ვინო ლომო? თორე დამშავდა. ეს სწორი შენიშვნაა. ბიჭო, თელი ქუთაისლები აგანა ჩავეიყვანე და აცი თუ კიდე ბრაზილიას მოუგებ. არა ბატონო, მე მაინც იტალიელები უფრო მომწონს, რაღაც ტემპერამენტიანები არიან. რატომ მოგწონს შენ იტალიელი? იმიტომ რომ იტალიელები არიან და იმიტომ მომწონს. გასაგებია? ბოლოს და ბოლოს ამიხსენი, ვინ ახალ შენ? იტალიელი, ესპანელი თუ ეთიოპელი? დიახ. მე ვარ ეთიოპიელი თურმე. ძალიან ვთხოვ ჩემს ეთიოპელ ქმარს. ახლა ადგეს. წავიდეს და თავისი პატარა ეთიოპიელი გამოიყვანოს მუსიკიდან. ვიცი მე რატომაც მოგწონს შენ იტალიელი. ამ საღამოს მე და ნიკუშა ცირკში მივდივართ. იქნებ ეს ნიკა უკრავს, რა? ნიკა. არა, რადიო უკრავს. მუსიკის მასწავლებელი გინდა მაღლა ცხოვრობს. ფსიქიატრის გვერდანდებით. ფსიქიატრი? შეიძლება გაგესაუბროთ. Пожалуйста. Мобრძან. ჩამოგიდე. მობრძანდი. იცით, ეჭვიანობა დამჩემდა ამ ბოლო დროს. ხანდახან ეჭვები ისე შემიტყობს ხოლმე. საკუთარი ცოლის გულწრფელობაშიდაც ეჭვი ეპარება. შესანიშნავი დიასახლისია, მეოჯახე შესანიშნავი. ყურადღებიანი, ძალზე მოსიყვარ. პატიოსანი ქალი ყოფილა ძმაოჯან. მეტი რაღა გინდა შეკეთილშობილ ნაშობო. ასე მგონია რომ რაღაც იმალება ოილივე ამის უკან. ბავშვი ძალიან მიყვარს. შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ერთად იცით ქუჩაში ვერც გამოვსულ ვარ. ასე გონია ჩემი შვილი არ არის. მე არ მგავს იცით, შავია, ძალიან შავი. ზანგია? არა, ზანგი არ არის, უბრალოდ შავური მანია, შავტუხა. ფინთად ყოფილა შენი საქმე ძმაო. ძალიან ფინთად.
და იმიტომაც მოვედი თქვენთან სწორედ. იქნება რამე შიმიშველო. გაგიშველო აბაძმავა. ექიმი რო არ ვიყო, ავიღებდი ფულს, თეთრად შევღებავდი შენ შვილს. ეხლა რა გიყო? საშველი არ არის? თუმათნადა. ჩვენც ვიფიქროთ. არის ორი ვარიანტი. პირველი. ცოს სასწრაფოდ უნდა გაეყარო. ბინა უნდა გაუყო. რამდენი ოთახი გაქვს? 3. 2 მიეცი იმას, 1 შენ. რემონტი გაქვს? მაქვს. თუდია. ეხლა ავშე ვიფიქროთ. ნახან შავია იმას მიეცი. მეორე ვარიანტი. ამოიღე ტვინი და ნეჭვები, კაი ხასიათზე დადგები. ქალებო. არტემ, ჩემთან არავინ ყოფილა? იყო ერთი. ცოლი მღალატობსო. ფული მანდ მაგიდაზე დევს. არტემ, როგორ შეიძლება ავანტყოფისგან ფულით აღება? როდის მორჩები რემონტს და თავს დაანებებს ჩემს პაციენტებს? დოქტორ, მალარ или психиатр? Я Артем. სიგარეტი არა გაქვთ? არა გვაქვს. გაქვთ, მაგრამ განძრევა გეზარებ. ვა, მე რა ბიჭა? აქ რა საკეთებ? მე აქაც მუშაობ, აბა შვიდი ჭამარუნდა. სიგარეტ გინდა? ეს ჩვენი ბიჭია. ბოდიში მე რა ჯაგერაცალი უნდა წავიდე, ჩემი ვიყოდია. გამოვაო, მაგრამ შეიძლება მენდელეევი გამოვიდესო. შენ რაღაც ამ ბოლო დროს სულ არ მიყვები არაფერს, შენ სამსახურზე, შენს ექსპერიმენტებზე.
სხვა სამსახურისთვის შემოსავლიანს მოგაბეზრდ თავი ჩემი ექსპერიმენტებით. მეგანა როდის მე გაგრძნობინე შენ რომ ჩვენ რამე ან გვაკლია ან ჩვენ რაც გვაქვს სრულიად საკმარისია სრულიად კარგინდა კაი ცხოვრება ოპა ნელა ბიჭო ნელა რესტორნის პიანისტი გამოვა მე შეჭურჭუდო ეგ ხარია კი რესტორნის პიანისტი გამოვა მოიცა რომელ რესტორანში დაუბრუნე არ მერაბ ამიხსენი რა არის ეს ჩემი განცხადება საიდან მოხდა თქვენთან შენ რა აკაურობას თავსანებებ და ფანჩულიძესთან გადადიხარ? დიახ. სერიოზულად? დიახ, სერიოზულად. არ მესმის. რა არის ამაში გაუგებარი? 2 წელიწადში დისერტაციას დავიცავ, უნივერსიტეტში ლექციებს წავიკითხავ, კათედრასაც მომცემენ ალბათ. თქვენ ისე მიყურებთ, თქოს იაპონურ ენაზე ვლაპარაკობთ. მე ხო ილუზიებით ცხოვრობ. ახლა ყველაფერი გასაგებია. ლიმუზინი მინდა ვიყიდო. ცოშვილი, ყველაზე ფეშენებელურ კურორტებზე ვატარო. განა ვერ ხედავთ, რომ არ იშლება ეს უჯრედი, ჩიხში ვართ, მომწყდეული. კიდევაც რო დაიშალოს, მერე რა? ყურაშვილი მიიღებს მონოცვებს, ატყდება ერთი რეკვა, დეპეშები. მე კი ალბათ არ გამომიტენიან პირ საღჭირეზინით. ხბასაც ვერ ამოვიღებ. მალჩიშკა. პრედადე. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ფული ქონია ცოტა. ეს ფეშენებელური კურორტები არ გაძლევს მოსვენებას არა? შენ რა მეცნიერებაში ფულის გასაკეთებლად მოდიოდი? გამოგივიდათ, ბატონო გერმან. არაფერია. გაივლის. მე რომ გარბი ხარ. ერთი ვიცოდე, ვის უტოვებ აკაურობას, ჰა? წარმოდგენა არ მაქვს. შენ უნდა დარჩი აქ და შესწირო თავი მეცნიერებას. შევწირავ კიდეც. შენთვის რა ბიჭო არ არსებობს შესვენება? წავიდეთ პანტიანში. კაი ხინკალი, ჩალაღაჯი, ხაშლამა. 70 მეტრი. კარგი, ვაბა იყავი მაშინ ერთი. შევიდეთ და პირდაპირ უთხრათ იმ შტერსრული სიმართლეს. არ შემიძლია. რამდენი წელია ვატყუებთ მაგ საცოდავს. შენ გონია ვერაფერს ხვდება? არ ვიცი. ოღონდ ეხლა არა, სხვა დროს იყოს. შენ არ იცი როგორ უყვარბა. ლია, როდემდე ვიყოთ ასე განაცვალე. კაი, წამოდი, წამოდი. არის? მხედველებს არის ყავდეს. არის ყავდეს მხედველების არის. მოუმატეს ისტრაფეს. არის მოუმატო. სადეპატიჟები ეს ანტიკვარული ნივთები არ დაგვილეწოს.
ნუდეშინია სულით ხორცამდე ინტელიგენტია. მართლა? მე ჩამოვალ და გადაღებას გავაგრძელებთ. უკაცრავად. უდროება ხომ არ დაგირღვიეთ? როგორ გეკადრებათ? ფოტოგრაფია ჩემი ხობია, იცით. რა ფოტოგენური სახე აქვს თქვენს მეუღლეს? ვიღებ? გაგიმება არ დაგავიწყდეთ? მეტი თავისუფლება? ხიარულად, ვიღებ. მერაბ, ნუ იბღვირებ, იცი რა კარგი კაცია. სულს არ დაიშურებს ადამიანისთვის. ვიცი, როგორ არ ვიცი. ფულით გამოიტანა ჯიბეები. წარმოიდგინა, რომ ისია ყველაფერი. მთელი მსოფლიო და ჩემი ცოლიც. ეს ჩემგან სახსოვრად. მერაბ, გამოართვი, კოდაკია, 2 ცალია საქართველოში. და. მომწონს ეს ყმაწვილი. არის მასში რაღაც ფატალური, სენტიმენტალური. განაღირსი არა ხარ, დაგიტვლიო მაგ ცხრბილი. ახლავე შეიცვალე ტონი. როგორ ელაპარაკები, არ აქვს ხვენია? რა პრეტენზიები გაქვთ, მერაბ? თუ არ მოგწონდათ ლიას კრაველის ქურქი, შეგეძლოთ? ის ხო სინთეტიკა? სინთეტიკა. ზურმუხტის სამაჯური. ბრილიანტის საყურეები. ფირუზი სინთეტიკა. მე შემიძლია სიამოვნება მივანიჭო ისეთი, როგორც თქვენ არ შეგიძლიათ. ჯამაგირი არ გეყოფათ. ვაშა, დაიშალა ხაზნა უჯრედი გატირდა, მოდით ნახეთ. ხარა უჯრედი აზოს, ხარა. დაიშალა უჯრედი. ამრიგო. მოდით, ჩამოხედე რა. ჩაიხედე, უკლასი ჩაიხედე, ხარა ნახე. დაიშალა უჯრედი. ხდება, რატომ ამდენი ხალხი აქ? სასწაულია. ეს რა სასწაული მოხდა? რა წნევის ქვეშ მოხდა რეაქცია? ჩანაწერები სად არის? სამწუხაროდ არაფერი არ ჩაუწერია. დიახ, ფიქსირებული არ არის. ბრავო. ჩანაწერები არაა? მოიწეს მოძილებო. კი მაგრამ მართლა რა გაქვს ჩანაწერები? ჩანაწერები არ გაუკეთებია, მაგრამ თავარია საოცრება მოხდა. დაიშალა უჯრედი გატიტლდა. საწესი კომპონენტის მოლეკულური წონა მაინც არ გახსოვს. რა უნდა ახსოვდეს, რაც არ ჩაუწერია. საოცარია პირდაპირ. მერაბ გაუმარჯოს. რაც გვეტყვია ხაზაგენაძე. აი ამის გაყიდვას ვაპირებ. ამას სულ გიძი? დიახ, ფული დამაკლდა, მანქანას ვყიდულობ და რასაც შეაფასებთ, ვაჭრობას არ დაგიწყებთ. ამას სულ გიძი? სულ. ამის პასი შაურია. ეს კიდე მელქიორია. ესეც უბრალოდ ფიზა. ესეც კიდე იმიტაციაა დაგენაზრე. ამის საფასურად მანქანა გინდა იყიდო? დიახ. რომელი მანქანა გინდა იყიდო? რომელი? ფიატ
Mercedes jobia. Fiat. იცი ჩემი სამკაულები სადღაც გაქრა. მე მაქვს ჩანთაში. შენ რა გინდოდა? შენი სამკაულების მსგავსი რაღაც მინდოდა მე კიდე და ამაზე უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. ნახე? სალამაზია. შენ დაბუდების დღე ახლოვდება, რაღაც ხომ უნდა მეყიდა. დაუცნაური კაცი ხარ, რა გინდოდა ასეთი ძვირფასი საჩუქარი? თვითონ ჩემ ცოლს რატომ არ უნდა გქონდეს ძვირფასი სამკაული? ვიზე ნაკლები მყავს? მადლობ მერაბ. მე ეს არ მჭირდებოდა. მე შემჭირდები და მეტი არაფერი. შენცი შეგიძლია მეც მომილოცო, უჯრედი დაიშალა და წყალში ჩაიწირა. მერაბ. მართალია ჩანაწერებს არ ვაკეთებდი და წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ გამოვიდა. მაგრამ რადგანაც ერთხელ გამოვიდა, მეორჯერაც გამოვა. ესე იგი ამაზე ამბობდა გივი რაღაც სენსაციაა. გივი დარეკა? არა, მე თვითონ დაურეკე. რატომ? დედა ჩამოდის და მინდოდა სადგურზე დავხვედროდით. ისი დედა ჩამოდის? დედა ჩემი რა დაგემართა. რატომ? დაჩხუბებია თავის ფარსადანს და იმიტომ. კი, მაგრამ სად ცხოვრობს? თუნდაც შენს კაბინეტში. ჩვენს კაბინეტში. არ მესმის, რატომ ხარ დედა ჩემის წინააღმდეგი? შენ ხომ ის არასოდეს არ გინახავს. არასოდეს. ქალს, რომელსაც შეეძლო მიეტოვებია მამაშენი, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებს. არ იმსახურებს. იქნება მამაჩემმა თვითონ მიატოვა, შენ ხომ არ იცი? გისმენ? მამაშენი, სხვადასხვა შემდეგ უცოლოდ დარჩა და დედაშენმა კი 3 კვარი გამოიცვალა, 3, დიახ, 3. ალო, გისმენ? ეხლა არ შემიძლია ლაპარაკი, მე ვილაპარაკო. არა, 2. კივი, გამიგე. ეხლა არ შემიძლია თუ ლაპარაკი. შენ გაზვიადება ყველაფრის. მე ვილაპარაკოთ, ხვალ აგიხსნი ყველაფერს. და გამაგებინე რა დაგიშავა დედა ჩემმა. ხვალ ვილაპარაკოთ. რამდენ ხანს აპირებს დარჩენას? არ ვიცი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. გაიხსენე მისი წერილები. როგორ არ უნდა ჩვენი შეუღლება? საიდან მოიგონე ახლა ეს? როგორ თუ საიდან? არ გახსოვს ვიღაცა ზოოპარკის დირექტორს რო გირიგებდა? ეს იმიტომ რომ მაშინ არ უნახი ხარ. აი ნახავ როგორ მოგეწონება. არ უნახი ვარ. ნიკოც ისეთი გახარებულია ბებია რო ჩამოდის. კივი დამანებე თავი, რა დროს სენსაცია აქ მე უარეს სენსაციაში ვარ. იცი როგორ გაგვიადვილებს ცხოვრებას? კი. ნახავ შენის მოგეწონება. ოჰო. ხო. ბორჯომი გინდათ? არ გვინდა. არ გინდა? გვინდა, როგორ არ გვინდა, შემოდი. ვა, ეხლა გინდა, ეხლა არ გინდა. ერთი ამბობს გინდა, ერთი ამბობს არ გინდა. არსენ, შენი ჭირიმე ერთი სათხოვნელი მაქვს რა. თუქცალია დღეს სადგურში უნდა წამოყვე, დედა ჩემი ჩამოდის და ალბათ ძალიან ბევრი ბარგი ექნება. ჩემი თავი შეგენაცვალოს ხაზზე იკაჭან, როდის ჩამოდის? 7:30-ზე ჩამოდის. სავალ ბიჭი მუსიკაზე წავიყო და მოვალ. ო, შენი ჭირიმე. ვეჭველი მოვალ. მე რა ზანგენა. გამარჯობა. გამარჯობა, შალვა, მიდიხარ სადმე? უნდი გაუშვიდით ვინცაში, დაიცე. მე დაწვდები. მანქანით ავარ, შემიძლია გაგაცნო. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მოსავალსაც გქონიათ საქმე. როგორ ვინმეა, გურამი აჯობები ჩემი თმისშვილია. ლიკა, მოდი გენაცვალე. რა ლამაზი გამხდარხარ. ეს ჩემი ნიკოა. ეს შენი ყაჩაღია? ხო. მოდი, ბები, მოდი, გაკოცო. არ გაინდრეთ, ვიღებ. ემის თავი ნახე, მე იმის თავი ნახე. ვა. ქალბატონო სიდედრო ესა, მე არა ხალხიკა. დედა ეს ჩემი ქმარი. ო, სასიამოვნო. სწორედ ასეთი წარმომედგინე.
მერაბ რა შავი? მერაბ